მოგესალმებით ეთერშია News Voice დღის მნიშვნელოვან ამბებს აფხაზეთის ხმის ჟურნალისტებთან ერთად დედიკა კალატოზი წარმოგიდგენთ. საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონობის საკითხს ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს. სოფიაში არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები სწავლობენ. ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ამოქმედდა ცხელი ხაზიც. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი კი ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარს 3 დღით კეტავს. გორის რაიონის სოფელ ზემოსოფში რუსული კომბაინი გამოჩნდა. ოკუპანტები იმ მოსავალს იღებენ, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს. რუსმა შეიარაღებულმა პირებმა შალვა ჩილინდრიშვილს კუთვნილი მოსავლის აღების უფლება არ მისცეს და განუცხადეს, რომ მისი სახნავს ათესი ფართობის საქართველოს ტერიტორიაზე არ მდებარეობს. ჩილინდრიშვილს აღნიშნულ ფართობზე დაახლოებით 20 ტონა მოსავალი უნდა აიღო. ამ დროის მონაცემებით ოკუპანტებმა კიდევ დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს. ბოლო რამდენიმე დღეა მთელი საქართველო გაუჩინარებული ჯარისკაცების ძებნის შედეგებს ელოდება. რა მოხდა 30 მეტრის სიღრმეზე გონიოს სანაპიროზე საძიებო ოპერაცია გრძელდება. ექსპერტები ქართველი მყინვარების დაღუპვის ვერსიებზე საუბრობენ. დაკარგული ჯარისკაცის ოჯახს კი თავდაცვის სამინისტროსთან პრეტენზია აქვს. დათო დოლიძე გვერდდება თემის დეტალებით. დიახ დედიკა, შავ ზღვაში სამხედროების გაუჩინარებიდან პირველივე დღეებში თავდაცვის სამინისტრო ფაქტობრივად გამორიცხავდა ყველა შეცდომას და გადაცდომას, მაგრამ საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ლევანი ზორია უკვე ალაპარაკდა მასშტაბური დანაშაულის შესაძლო არსებობაზე. ამასთან სპეციალისტები უკვე ღიად საუბრობენ იმ უსაფრთხოების ზომებზე, რაც დაცული უნდა იყოს სამხედროთა დაივინგის დროს. გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი მასშტაბურ დანაშაულს არ გამორიცხავს. ლევანი ზორიას განცხადებით გამოძიება დაადგენს თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე. თუმცა მინისტრმა ეს მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებმა გონიოს სანაპიროზე შეკრება და ღამის თევა დაიწყეს. ამ ეტაპზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები. იმასაც გამორიცხავ, რომ ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ უფრო ფართო წრის. იაგო შრადისა და ბადრ ნანეტაშვილის ახლობლები ასევე კიდევ ერთ არასასიამოვნო ფაქტზე საუბრობენ. მათი თქმით, მობილურ ტელეფონზე მოვიდა შეტყობინება დაკარგული სამხედროებისთვის არასრული ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით კი ჯარისკაცებისთვის ხელფასის ჩარიცხვა კანონის მიხედვით მოხდა. თუმცა სამინისტრომ მათ დამატებით ორმაგი ოდენობის თანხა უკვე გადაურიცხა. დარჩენილ ობლების დედას მოვიდა SMS-ი, რომ იაგო შარაძეს ხელფასი დაერიცხა 1300 ლარიდან 600 ლარი. დანარჩენი საწავიდა. როცა ბავშვი ჯერ შვილი ნანახი არაა. ჩვენ ფულისა კი არ გვშია და არ გწყურია, მაგრამ ძალიან გული შეგწკივა. საზღვარგარეთმა თუ მილიონი თანხის გემი გამოუგზანა. ამხელა თანხა აჩუქა. ნეუჟელი მაგას რა გაუჭირდა ჩვენ საქართველოს. გეგმიური სწავლების დროს დაკარგული სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალი იაგო შარაძისა და პირველი კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო ღონისძიებაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის გარდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის იროკეზის ტიპის შუალმფრენები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულნი. ჩემი ქმარი კერამისი ფჩხილიც არ ჩანს. ხმაური იყო გუშინ თბილისის მერიაში შელაპარაკება თბილისის ხეებიჭრის პროცესთან გამართულ დისკუსიას მოყვა. ერთ-ერთი მოშიმშილე გუშინ შეუძლოდაც გახდა და ის დაპირისპირების ფონზე დარბაზიდან გაიყვანეს. დავით ნარმანიამ კი ორგანიზაცია მწვანე მუშტის წარმომადგენელს არაკორექტულად მიმართა, რაც დამატებითი დაძაბულობის მიზეზი გახდა. ქუჩის დემაგოგია გახდა, ქუჩის დემაგოგია. მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების მოთხოვნა გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მწვანე პროტესტი გრძელდება. დავით ნარმანია კი საქალაქო სამსახურის რეფორმას გეგმავს და დეტალებზე პარასკევს საკრებულოში ისაუბრებს. მობილიზებული იყო გამправებელთა ჯგუფი, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის სახით, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება თბილისში და ხეების ჭრა თურმე გამოწვეულია კლიმატის გლობალური დათბობით. რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავდგები და ყველა საკითხზე ვაგებთ პასუხს. ხმაურიანი პროცესის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მერიის შენობას პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. მაიმუნო ვირიშვილო ჩამოდი. ამჯერად ამ სიტყვებით თბილისის მერს მოიხსენიებდნენ. საპროტესტო აქციამ პერფორმანსის სახე მიიღო. აქცია სხვადასხვა მუსიკოსების გაფორმებით მიმდინარეობდა.
მერიასთან ასევე იმყოფებოდნენ ალეკო ალისაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის თბილისის მერიასთან მივიდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში ყაზბეგის გამზირზე უკანონოდ მოჭრილ 45 ხის საქმეზე კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს. და იმისა, რომ ნარმანია არის თბილისის არსებობის ისტორიაში ყველაზე უნიათო, ყველაზე უუნარო და უხერხემლო მერი და ქალაქის ხელმძღვანელი. ამას გარდა აღმოჩნდა, რომ არის საკუთარ კაბინეტში გადიდგულებული ძალით ძველი ბიჭი, რომელიც პატარა ბავშვს, პატარა ბიჭს გულანთებულ ქალაქის დამცველს აყენებს შეურაცხყოფას. და იმ მოთხოვნას, რომ 17 აგვისტოს პასუხისგებელი პირები თანამდებობებს დაემშვიდობონ, ახლა ისიც დაემატა, რომ საჯაროდ გამოვიდეს და აი ამ ძალიან მაგარ ბიჭს მოუხადოს ბოდიში. უკვე პიქს მიაღწია და საერთოდ გაცდა გარემოს დაცვის თემასაც, იმიტომ რომ ესეც მერი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქალაქს შეურაცხყოფას აყენებს მოქალაქეებს პირდაპირ აი ესე თავხედურად. ეს არის ძალიან სერიოზული კრიზისის მაჩვენებელი ზოგადად ქვეყანაში, ძალიან სერიოზული პრობლემის მაჩვენებელი. საერთოდ რისი მოლოდინი უნდა ქონდეს, რა პრობლემის მოგვარების მოლოდინი უნდა ქონდეს მერისგან, რომელიც პირდაპირ აგრესიულია მოქალაქეების მიმართ. აქ აღარც არის იმაზე საუბარი, თქვათ რაღაც ხეებს მოჭრიან თუ ჩარგავენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ელენე მალაშევსკაია ჯაყელი ისევ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო, პარტიზანი მებაღეები არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას და შესაბამისად არ იცვლება მათი მოთხოვნებიც, გადადგეს გამწონების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი. კახეთი რთველისთვის მზადებას იწყებს. უკვე გაიხსნა რთველის საკოორდინაციო შტაბიც. ყურძენს 100-მდე ქარხანა ჩაიბარებს. რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ოთარ დანელია მევენახეობა მეღვინეობის დარგში არსებულ მდგომარეობასა და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის წელსაც გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა. რაც შეეხება სუბსიდიას პირდაპირ მევენახეებზე გაიცემა. ყურძნის ფასი კი სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი. შაშანდელის მსგავსად წელსაც შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს. მე მინდა ყველას მოვულოცო პირველ რიგში რთველის დაწყება. ჩვენმა კომპანიამ დღეს დაიწყო რთველი, ანუ დღეს დავიწყეთ მივიღეთ პირველი ყურძენი. ეს ყურძენი არის ჩვენი ვენახებიდან, ჩვენი საკუთარი ვენახებიდან. თეთრი ყურძენია შარდონე და ჯერ მოსახლეობის ყურძენი არ მიგვიღია. ზოგადად თუ ვილაპარაკებთ მთლიან მოცულობაზე, რას ვაპირებთ, ეს იქნება სადღაც 4,500 ტონამდე ყურძენი ჯამურად. თუ რამდენ შევისყიდით მოსახლეობისგან, ეს დამოკიდებულია ჩვენი ვენახის მოსავლიანობაზე. ანუ თუ რამდენ ყურძენს მოვუკრებთ ჩვენი ვენახიდან. თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დადიანების სასახლის ეზოში ამ მომრჩევლებს შეხვდა. მან ადგილობრივებს ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნო. თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილებს ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს დიდ ეკრანზე ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო ვიდეორგოლი უჩვენეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქალაქს არ აქვს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და 2007 წლიდან დღემდე ქალაქში მხოლოდ 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ირაკლი ჩიქოვანმა ამ მომრჩევლებს ქალაქის განვითარების სამი ძირითადი მიმართულება გააცნო: ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სამეგრელოს გადაქცევა ტურისტულ ჰაბად და დადიანის სასახელთა კომპლექსისთვის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსზე აპლიკაციის გაკეთება. კანდიდატმა ანაკლიის სპორტის აუცილებლობასა და დასაქმების მხრივ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ირაკლი ჩიქოვანმა პირობა მისცა ამ მომრჩევლებს, რომ იქნება უფრო უკეთესი, გამოცილი და ძლიერი დეპუტატი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზუგდიდი სოციალურ-ეკონომიკურად განვითარდეს და იყოს გამორჩეული ქალაქი. არის ღირებული და ჩემთვის ყველაზე მეც ნიშნავს. ის ადამიანები, ვისთანაც ერთადაც მე ვიზდებოდი, ვისთვის ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბება. უკვე ერთი კვირაა სანდრა რულოვსი მოსახლეობას ახალი სტატუსით ხვდება. რა გზა გაიარა ყოფილმა პირველმა ლედის პოლიტიკამდე და რა გეგმები აქვს ახლა? ქართულ-ჰოლანდიური იდეების განხორციელება, საქველმოქმედო, სამედიცინო, მუსიკალური, ბიზნეს და ტურისტული პროექტები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რომელთა განვითარებაში სანდრას დიდი წვლილი მიუძღვის. სანდრა რულოვსი 10 წლის განმავლობაში გლობალური ფონდის ეროვნული კოორდინაციის მექანიზმის, ინფექციურ დაავადებათა საბჭოს, საქართველოს თავმჯდომარის რანგში ებრძოდა შიდს, ტუბერკულოზს და მალარიას. მისი
მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ გლობალური ფონდისაგან დახმარების სახით 101 მილიონი დოლარი მიიღო. 10 წელია ის მკერდისა და საშუალოსნოს კიბოსებრძვის წინასწარი სკრინინგის ხელშეწყობით და მხარს უჭერს რეპროდუქციული განაყოფიერების განვითარებას. სანდრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი იყო და 16 წლის განმავლობაში მართავდა საქველმოქმედო ფონდ სოკოს, რომელიც თავადვე დააარსა. მისთვის ჯანდაცვა ისეთივე ახლოა, როგორც უცხოენები, 7 ენაზე საუბრობს, მათ შორის პოლონურად, რომელიც ბოლო დროს შეისწავლა. იმ ყველაფრის ფონზე რა ღონისძიებებით ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ გაატარა, სანდრა ამასთან დაკავშირებით ბრაზზე მეტად გულის ტკივილს გამოხატავს. საქართველოს სამუდამო დატოვება არც არასდროს უფიქრია. ჩემთვის საქართველო არის პირველ ადგილზე. პატარას ჭირდება სტაბილურობას, ჭირდება მშვიდობიანი, დადებითი აურის მქონე ატმოსფერო და ამაში მინდა გავზარდო როგორც ნამდვილი ქართველი, როგორც ნამდვილი, ასე ვთქვათ, მამასავით მე ბრძოლი. ახლა კი უცხოეთის ამბები ძლიერი მიწისძვრა იტალიაში არის მსხვერპლი 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის ეპიცენტრი იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან მდებარეობდა. იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 247-ს გადააჭერბა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი იტყობინება. ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულებს მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან 24 აგვისტოს ღამის 3 საათისთვის მოხდა. 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ქალაქებს ანატრიჩესა და ბესკარა დელ ტრონტოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით მიწისძვრამ ძლიერი ნგრევა გამოიწვია. ქალაქების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩა დააზარალა. ადგილობრივი მედიის ცნობით ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია. ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. თურქეთის არმია სირიაში შევიდა ევფრატის ფარი, ასე ქვია ოპერაციას, რომელიც თურქეთის მოსაზღვრე ქალაქ ჯერაბლუში მიმდინარეობს. თურქეთის სამხედრო ძალებმა ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. დილის 4 საათზე ისლამური სახელმწიფოს 91 ლოკაციაზე 294 ჭურვის როლა განხორციელდა. სააგენტო ანადოლუს ინფორმაციით ოპერაცია საერთაშორისო კოალიციის ავიაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. თურქული ჯარის შეტევა გაზიანტების პროვინციაში რაიონზე ბოევიკების თავდასხმის პასუხია. სამხედროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ოპერაციაში ქვეითი ჯარი, ტანკები, артиლერია და საჰაერო ძალები მონაწილეობენ. როგორც თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებიდან გახდა ცნობილი, ოპერაციას ევფრატის ფარი ეწოდება. ასეთი იყო დღევანდელი და გასული კვირის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები. მე დედიკა კალოტოზი და აფხაზეთის ხმის გუნდი ხვალ პირდაპირ ეთერში დაგებრუნდებით.